ანა დოლიძის კარიერული წინსვლა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციით დაიწყო. უფლებადაცვითი საქმიანობის დასრულების შემდეგ კი ქართულ რეალობას გაერიდა და პროცესებს ამერიკიდან აკვირდებოდა. შორიდან დანახული საქართველოს უახლესი ისტორიის 10 წლიანი პერიოდი. ახლა უკვე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა პირველ წიგნში აღწერა. როგორი იყო ქართული პოლიტიკის უცნობი პორტისკენ მიმავალი გზა? ავტორი თავად მოგვიყვება. რა სევდიანი შინაარსიც არის, ისეთი სევდიანი სურათია. დავბრუნდით ეთერში. გადაცემის ეს ნაწილი მინდა დავიწყო ლექსით და თუ რატო დავიწყებ ლექსით, მოხსნით. აბა? მხოლოდ სულელებს შეუძლიათ უცნობი პორტისკენ ცურვა. წინ სულელობ მეზღვაურო. როცა სულელი მივა უცნობ პორტში, მაშინ იტყვიან, რომ ის იყო ჭკვიანი. ასეთი იყო ყველა რევოლუცია. სწორედ ეს ლექსია, საიდანაც ჩვენმა სტუმარმა, ანა დოლიძემ, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა აიღო სახელწოდება თავის წიგნისა, უცნობი პორტისკენ. და მასში გაერთიანებულია მისი წერილები, რომელიც გამოქვეყნებულია სხვადასხვა ბეჭდურ თუ ონლაინ გამოცემებში. დიდი მადლობა, რომ ხართ ჩვენი სტუმარი, თან ხართ ასეთ მდგომარეობაში, იმიტომ რომ ალბათ აქ ყოფის სტუმრებისგან ასეთი ძალისხმევა არავის დასჭიროებია აქ მოსასვლელად. და ადამიანის დახმარება, ფანტასტიკურად გამოსახულია ჩვენი სტუმარი და მაყურებელი ვერაფერს ვერ ამჩნევს, მაგრამ რეალურად ძალიან დიდი ძალისხმევა დასჭირდა მას, რომ ჩვენამდე მოსულიყო. ასე უბრალოდ მადლობა, ძალიან სასიამოვნო ყოფნა, რა თქმა უნდა. და უთხრათ მაყურებელს, რომ ალბათ რა ხდება რა. ფეხის დიაგნოზი. კი, ფეხის ტრაუმა აქვს ქალბატონ ანას, მაგრამ მიუხედავად ამისა, მან შეძლო დახმარების ძალისხმევის შედეგად, რომ დღეს ჩვენთან არის სტუდიაში და ვსაუბრობთ, როგორც ალექსმა აღნიშნა, ანას პირველ წიგნზე. საქართველოს უახლესი ისტორიის 10 წლიანი პერიოდი, ასე ვთქვათ, ხო? პერიოდი, რომელსაც ოღონდ თქვენ შორიდან აკვირდებოდით და შემდეგ უკვე თქვენი ემოციები, თქვენი შთაბეჭდილებები გადაგქონდათ ფურცელზე. რა ძირითადი მომენტები შეგვიძლია გამოვყოთ აი ამ პერიოდიდან გამომდინარე? მოგესალმებით, მართლა ძალიან სასიამოვნოა ჩემთვისაც აქ ყოფნა. ნამდვილად მე ვიტყოდი, რომ ეს ესეები, რომელიც გამოქვეყნებულია ამ წიგნში, არის ანარეკლი მოვლენების, რომლებსაც ადგილი ჰქონდა ბოლო 10 წლის განმავლობაში. პირველი წერილი ეს არის თავისუფლების დღიურებიდან. ეს არის ჩანაწერები ჩემი ერთი კვირის საქმიანობის, როდესაც ვიყავი საიას თავმჯდომარე. შემდეგ არის წერილი, რომელიც ეხება უფრო სოფხედელობრივი. ანუ მაშინ იყო ესეთი ჟურნალი, სხვათა შორის დაიხურა სამწუხაროდ, გოგი გვახარი იყო რედაქტორი, ერქვა კინო. და გაკეთებული მაქვს ჩანახატი იმაზე, თუ რომელი არის ჩემი საყვარელი ფილმები. ამის გარდა უფრო არის ძირითადად სოციალურ-პოლიტიკური თემები. ალბათ ყველაზე დიდი თემები არის ჯერ კიდევ 2009 წელს მაქვს დაწერილი იმაზე, რომ ბევრი ადამიანის ბევრი დარღვევა ხდება და რას უზავთ, როდესაც ის ხელისუფლება აღარ იქნება ეს 2009 წელს. ანუ სიმართლის დადგენა, ადამიანის უფლებები, ისტორიული სამართლიანობა, ლუსტრაცია, გენდერული თანასწორობა. მაშინ მახსოვს ერთ-ერთი წერილი ეძღვნება მაშინ იანთაძეს მიყავდა რაღაც გადაცემა თუ არ ვცდები და გააკრიტიკეს იგი, მაგრამ გააკრიტიკეს ხშირად როგორც აკრიტიკებენ ქალებს გარეგნობის მიხედვით, იმიტომ რომ მას წვანე მანტო ეცვა. და არა იმიტომ რას ამბობდა. და ეს ამ წერილს ქვია წვანე მანტოდან სტრუქტურულ ფემინიზმამდე, ანუ გენდერულ თანასწორობაზე. ეს ის თემებია, რომელიც დღეს ძალიან აქტუალურია, ხო ჩვენ? ხო, მე ამას ვიტყოდი, რომ ეს არის ის საკითხები, არც ერთი ამ საკითხისგან ვერ ჩვენ ჯერჯერობით არ გადაგვიდია გვერდზე, რომ გვეთქვა, რომ უკვე მორჩა დამთავრდა მოვაგვარეთ და აღარ იქნება მნიშვნელოვანი და ვერც გადავდებდით, იმიტომ რომ ხა 10 წელი არ არის 100 და 200 წელი, რომ ისტორიული გადმოსახედიდან გადახედო. მოკლევადა არის პრინციპში. ამიტომ იმედი მაქვს, რომ ხა უკვე დამიწერეს ვიღაცებმა, რომ ეს არის საშუალება, რომ რეალურად უცებ თვალი გადაავლო ეპიზოდურად რაზე ლაპარაკობდა და რა ადარდებდა საზოგადოებას ბოლო წლების განმავლობაში. რახან წიგნის შეფასებაზე დავიწყეთ საუბარი, მაყურებელს ვუთხრათ, რომ წიგნის პრეზენტაცია უკვე შედგა და სხვათა შორის ქალბატონმა ანამ მისი წიგნი პირველად სწორედ ჩვენი კამერების თვალწინ. მგონია, რომ ეს ყველაზე ამაღელვებელი მომენტია ყველა ავტორისთვის, როცა ხელში აქვს თავისი წიგნი და მოდი ვნახოთ მაშინ ეს პატარა სიუჟეტი და შემდეგ განვაგრძოთ საუბარი. აიმე რა კარგია. აიმე რა კარგია. აუ, თან როგორ ის კარგი გვარიანად გამოსულა, ხო? კი, ძალიან კარგია. ძალიან.
სევდიანი შინაარსიც არის ისეთი სევდიანი სურათია. კარგად დალაგდა. ეს გვერდი-გვერდისე დალაგდა, რომ მრავალფეროვანი ინტერესების ადამიანი ჩანს და არა დაუშვათ. მარტო ეს რაღაცა კიტი და იურისტი. ჩემთვის წერა არის აზროვნებასთან დაკავშირებული პროცესი, როდესაც ადამიანი წერს, გადასდებს დროს, სპეციალურად იმისათვის, რომ მან იფიქროს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით თუ ძალიან დაკავებული რეჟიმი გაქვს. რეალურად ეს წერილები არის გამოძახილი იმ სურვილისა, რომ მე მინდოდა მეცხოვრა უკეთეს ქვეყანაში. საუკეთესო შემთხვევაში მე მგონია, რომ გაგრძელდება დისკუსია იმ თემებზე, რომლებიც ამ წიგნშია თავმოყრილი. აუცილებლად იქნება მომავალი ნაშრომები, პუბლიცისტური ხასიათის, შეიძლება ესეები იყოს, შეიძლება წიგნი, მაგრამ მე გარწმუნებთ, რომ საჯარო დისკუსიის საშუალება საზოგადოებას მივცემ. წიგნად არის ასე ვთქვათ შეკრებილი ის, რაც პერიოდიკაში იბეჭდებოდა სხვა ჟურნალ-გაზეთებში, მაგრამ როდესაც უყურებ წიგნს, წიგნი გაძლევს საერთო სურათს. იმ მასშტაბს, რომელსაც ასე ვთქვათ, მუდამ თან დაატარებს ანა. გამოჩნდა ორი იდეისადმი ერთგულება, ანა აქ გამოხატავს ერთგულებას თანასწორობის და სამართლიანობის იდეებისადმი. ის იურისტია, მაგრამ განსხვავებით ბევრი იურისტისგან ძალიან ხატოვანი ენა აქვს, კარგად ხედავს. გარკვეული გაგებით ჩვენი ქვეყნის 10 წლიანი რეტროსპექტივა არის მოცემული, დანახული ძალიან დაინტერესებული და მოყვარული თვალით. შეფასებებით დასრულდა ეს ჩვენი პატარა სიუჟეტი და ალბათ შეფასებებზე არ ფიქრობთ მაშინ როცა იწერება, ხო, ეს წიგნი სავარაუდოდ. თუმცა გარკვეულ გამბედაობას მაინც მით უმეტეს როცა პირველი წიგნია, აუცილებლად საჭიროა რომ იყოს ეს გამბედაობაც, ხო? თქვენ შემთხვევაში როგორ იყო? იმაზე ფიქრობდით, როგორი შეფასება მოყვებოდა, მით უმეტეს შორს იყავით საქართველოდან მაშინ, როდესაც რაღაც შეფასებებს აკეთებდით და ესეც ალბათ ამაში გეხმარებოდათ, როცა ცოტა დაშორებით ხედავ, ხო? ნამდვილად და მე ვფიქრობ, ახლა ჩვენ სასაუბროდ მივდივართ წიგნის სათაურთან. ანუ რატო ქვია წიგნს უცნობი პორტისკენ. თვითონ ლექსში ძალიან კარგად არის ეს აღწერილი, რომ მეზღვაური, რომელიც უცნობი პორტისკენ მიცურავს, ამ მეზღვაურს ყველა სულელს ეძახის. იმიტომ რომ მან არ იცის ეს პორტი სად არის და როგორია. და აქედან გამომდინარე, თან ყველა გარშემო ეუბნება, რომ ეს ზღვა ქარიანია, საშიშია, პორტი არ არის, სად მიდიხარ, სად მიცურა. ჩემი აზრით ეს ლექსი კარგად გამოხატავს საერთოდ ცვლილებების სულისკვეთებას. ხშირად, როდესაც რაღაცას ვაკეთებთ, უნდა გავაკეთოთ არა იმიტომ, რომ რაღაცა შედეგი გვინდა. არამედ იმიტომ, რომ უბრალოდ არ მოგწონს ის, რაც ხდება. ეხლა მე რომ ამ წერილებს წერდი, ნამდვილად ცალ-ცალკე ყველა თითო წერილი არის გამოხმაურება იმაზე, რაც მე მაშინ არ მომწონდა და მინდა გითხრათ, რომ მაშინდელ გამოხმაურებას თუ გავითვალისწინებთ, ეხლა წარმოვიდგინეთ 2008-2009-2010 წელი, დამოკიდებულება საზოგადოების ამ ტიპის აქტიურობის მიმართ იყო ძალიან სკეპტიკური, იმიტომ რომ ამბობდნენ, რომ აი რა გინდა ეხლა რომ წერ, რისთვის წერ, რა აზრი აქვს. ეს იყო სულელი მეზღვაურის პოზიცია, მაგრამ ანა ეს სულელი მეზღვაური ამ შემთხვევაში უხეშად რო ვთქვათ არის ჩვენი ქვეყანა. შეიძლება ისიც მიდის უცნობი პორტისკენ, ანუ ეს შედარება ამ შემთხვევაში ზუსტია. ძალიან მომწონს და ამისთვის უნდა მივაქციოთ ყურადღება, აი ზუსტად რაც თქვენ დაიკითხოთ, როგორ მთავრდება ეს ლექსი. როდესაც სულელი მეზღვაური მივა პორტთან, მაშინ ყველა იტყვის, რომ ის იყო ჭკვიანი და ესე იყო ყველა რევოლუცია. ასე ხდებოდა ყველა რევოლუცია და მოდი ბოლოდან მივყვეთ. ბოლო წერილს ქვია ჩუმი რევოლუცია, რომელიც აღწერს ну, თქვენებე წერილში ვკითხულობთ კანადის, თქვათ იმ 60-იანი წლების სოციალურ ცვლილებებს. როცა კვებეკში რეალურად დაიწყო ახალმთავრობისთან ერთად სოციალური გარდაქმნები, პროფკავშირები გაძლიერდნენ და თქვენ 13 ივნისის მაგალითზე ამბობთ და იმეც გამოთქვამთ, რომ ეს ჩუმი რევოლუცია იწყება საქართველოშიც. თქვათ კვებეკის ერთ-ერთი
კარგი დადებითი მხარე ის იყო, რომ განათლების ამის რომ მთლიანად განთავისუფლდა თქვენი წერილი თანვე ციტირებ ეკლესიის, კათოლიკური ეკლესიის გავლენებისგან. როცა თქვა საქართველოში განათლების სამინისტროში როცა რაიმე შეკრება, ყოველთვის ის რამდენიმე მღვდელი და არც თუ ნათელ მოსაზრებებს გამოთქვამენ. აი რამდენად გვაქვს ოპტიმისტის საბუცველი და რამდენად ზუსტია ვთქვა ეს ჩუმი რევოლუცია. კი, ძალიან კარგი კითხვაა და სხვათა შორის ეს ჩუმი რევოლუცია თვითონ ეს წერილი რო გამოვაქვეყნე, მაშინ ჩემმა საკმაოდ ჭკვიანმა ადამიანმა, ჩემმა თანამოაზრემ მომწერა Facebook-ზე, რომ ხომ არ გონია, ძალიან კარგი წერილია, ხომ არ გონია, რომ ზედმეტად ოპტიმისტური არის. ეხლა მე გეტყვით ცოტა უკან რომ დავიხიოთ 2009 წლის წერილი არის აქ ერთ-ერთი, სადაც აი რო წაიკითხავთ ვამბობ რომ დადგებათ რომ ჩვენ უნდა გავცეთ პასუხი კითხვას რა მოხდა ამ რეჟიმის დროს 2009 წელში და მომავალმა ხელისუფლებამ უნდა გადაწყვიტოს როგორ უნდა თვარე გაუსწოროს იმ ფართომასშტაბიან ადამიანის უფლებების დარღვევებს, რომელსაც ადგილი ჰქონდა. ამას 2009 წელში ვწერდი, მეუბნებოდნენ რომ კარგი, რა დროს ეგ არის, ეხლა შენ ხო იცი რომ ეს 30 წელიწადი არ მოხდება. ანუ ჩემი აზრით ჩუმ რევოლუციასთან დაკავშირებით მართალი ვარ იმ ხრივ რომ 13 ივნისმა გვაჩვენა უპრეცედენტო საზოგადოებრივი მობილიზება. იმ გაგებით რომ დავინახეთ უამრავი ხალხი რომელიც მართლა საკუთარი ნიჩაბით და რაც ქონდა სახში გარეთ გამოვიდა ლეიბებით, საბნით, ძველი ფეხსაცმელებით რომ დახმარებოდა ერთმანეთს. რო დაუკვირდეთ, შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ ეს იყო ერთი ეპიზოდური მოვლენა, ერთხელ მოხდა რა მოხდა გულის შესტკივად ახალგაზრდებს. მე არ ვიტყოდი. მე ვიტყოდი, რომ ეხლა რა მოხდა 2012-13 წლის შემდეგ, რომ ჩვენთან ეხაც მინდის საზოგადოების ეს დიდი გადაწყობა, ამიტომ ეძახი, რომ ეს არ არის რევოლუცია, სადაც ვიღაც გამოდის და ტრანსპარენტს დაადებს, რომ რაღაცა დიდი ხდება. ეს გადაწყობა ჩუმია. იმ გაგებით რომ იწყება ფიქრი და საზოგადოებრივი დუღილი, დუღილს ვიწყოთ იმაზე რომ რა არის სახელმწიფო, ფაქტია რომ ეს ის სახელმწიფო აღარ არის რაც იყო. შეხედულება ზოგ შეიძლება კონდეს რომ ეს კარგია, ზოგ შეიძლება კონდეს რომ ცუდია, რომ ეს ხვანაირი სახელმწიფოა. მაგრამ სახელმწიფოს ის როლი არ აქვს, მეტადრე მე ვიტყოდი სამართალდამცავ სფეროში. ეს სახელმწიფო მე მაგას მან ვეძახი რვიანს, იყო ძალიან დიდი სამართალდამცავ სფეროში. პატარა სოციალურ სფეროში 2012 წლამდე. ჩემი აზრით, ეხლა ეს შეიცვალა და სახელმწიფო ხდება სხვანაირი. დიდი სოციალურ სფეროში და ამაზე მე ძალიან მიყვარს ლაპარაკი, რომ მიყვარს ეს პროექტები, ჯანდაცვის პროექტი, ჰეპატიტისა და ეს ყველაფერი. და შედარებით პატარა სამართალდამცავ სფეროში ამ ამნისტიებს და რაღაცებს თუ ავიღებთ. ეს პროცესი ამას თან ახლავს რა? ჩვენ ყველა ვფიქრობთ და დუღილი, ანუ ბევრს არ მოწონს ეს. მაგალითად, ბევრს ფიქრობს, რომ უფრო მეტად ბევრი მკაცრი სანქციები უნდა იყოს. ამაზე შინაარსობრივად შეიძლება ვიმსჯელოთ, რა არის კარგი, რა არის ცუდი. თავარი რა არის, ცით რომ ეს გადაწყობა ხდება. ეს გადაწყობა ხდება სწორედ 2012 წლიდან. ამ გადაწყობას ახლავს ბევრი პროცესები, კმაყოფილება, უკმაყოფილება, ახალი ძალების შეზავება, შეჯერება საზოგადოებასა და სახელმწიფოს შორის. რა ვიცი, ამას არის ნიშნები. დიახ. თქვენ ამას ჩუმი რევოლუციის. კი, აი ამას ვეძახი, ხა საბოლოო ჯამში მივიღებთ თუ არა ჩვენ, ხა რა არის კვებეკი, როგორც შედეგი, ხო? ჩემი გაგებით ეს არის წალკოთი. ეს არის ამ კანადაში ერთ-ერთი ყველაზე უფრო მემარცხენე და რეგულირებადი პროვინცია. აქ არის საკმაოდ მაღალი გადასახადები, მაგრამ სამაგიეროდ უმაღლესი დონის სახელმწიფო განათლება. არის უდიდესი კულტურული ცხოვრება, ხო და ეს მიიღო კვებეკმა როგორც შედეგი. ჩვენ როგორ პორტთან მივალთ, მე არ ვიცი ჯერ. მინდა რომ ეგეთ პორტთან მივიდეთ. მაგრამ ფაქტია რომ აი ამ პროცესს ვეძახი მე ჩუმ რევოლუციას, რომელიც მიმდინარეობს. თუმცა ხშირ შემთხვევაში ანუ ეს ნიშნები რაც გაჩნდა არის საკმარისი რომ ვთქვათ რეალურად დაიწყოს ეს ჩუმი რევოლუცია. თუნდაც აი კულტურული იდენტობა რაც თქვენ ახსენეთ, რა არის დღეს საქართველოს კულტურული იდენტობა? ჩემი აზრით ეს არის აჯაფსანდალი, საკმაოდ უგემოვნოთ და შეზავებული. თქვათ ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც ირაციონალურიც კია. აი ავიღოთ თუნდაც ნარკოპოლიტიკა. სახელმწიფო ჯიუტად აგრძელებს და ამტკიცებს, რომ აი ესე უნდა იყოს. როცა ასეთმა რეპრესიულმა ნარკოპოლიტიკამ ერთადერთი ქვეყანა სადაც შედეგი მოიტანა, ეს იყო მაოს ჩინეთი. როცა ნარკომომხმარებლებს საჯაროდ მოედნებზე სჯიდნენ, აგზავნიდნენ
ბანაკებში და ანუ ესეთი გადაწყვეტილებები, როცა სახელმწიფო აი სრულიად დაუსაბუთებლად არგუმენტები არ აქვს, მაგრამ ჯიუტად აფიქსირებს, რომ აი მე მაქვს ძალაუფლება და რასაც მინდა იმას გავაკეთებ. აი ესეთ ფაქტორებს როგორ შეგვიძლია შევებრძოლოთ ჩუმი რევოლუციით? ხო, ძალიან კარგი შენიშვნაა და მე ვიტყოდი რომ ალბათ უნდა წავიდეთ უკან ამაზე სწორედ ერთ-ერთ წერილში მაქვს დაწერილი არ იქნება სამართლიანობა, არ იქნება მშვიდობა, ესე ქვია მაგ წერილს. ეს ეხება გირგვლიანის მკვლელობის თემას. რეალურად ერთადერთი ხა მე ხელისუფლებაში ვარ ხო, მაგრამ მაინც ამას გავიმეორებთ ჯიუტად და არა ერთხელ. და სხვათა შორის ეგ წერილი იწყება ზურაბ ადეიშვილის სიტყვებით. მაშინ მე ვიყავი მაშინ საიაში და მახსოვს 2004-2005 წელია გენერალურ პროკურორია ზურაბ ადეიშვილი, მან მას დაწერილი რომ მის კაბინეტში ვხედავთ რაღაცა საკონკურსო კომისია. ჯერ თანამშრომლობთ საია და ეს ახალი ხელისუფლება. და ზურაბ გამოსვლა არის ტელევიზორში, პატარა გამოსვლა და ზურაბ ადეიშვილი ამბობს რომ ჩვენო ძალიან კარგად ვიცითო, როდის ვართ მტყუანებიო. აი ეს გამოჩნდებაო ხალხის შეკრებითო. ამით ხვდებითო რომ რაღაცა როგორც სიმპტომი რომ რაღაცა წესრიგში არ არის. ეხლა რო გადავთარგმნოთ ცოტა უფრო სერიოზულ ენაზე, სოციალური მობილიზება, ანუ 13 მაისს რა მოხდა? მოხდა სოციალური მობილიზება, ხო? ეს არის საშუალება, ეს არის ბარომეტრი ყველა ხელისუფლების და სხვადასხვა ფორმები არსებობს. არსებობს ტელევიზიები, არსებობს ქუჩაში გასვლა, რომელიც არავის არ ეხალისება დარწმუნებული, იმიტომ რომ ჩვენ ყველას გვიყვარს ჩვენი სამსახური და წყნარი ცხოვრება გვინდა ყველასთვის, მათ შორის მეც. ანუ ეს არის ერთ-ერთი რეპერტუარი. ამ რეპერტუარიდან ერთ-ერთი ფორმა, მაგრამ სოციალური მობილიზება, რომელიცშიც სხვადასხვა საშუალებებია, არის საშუალება რომ ხელისუფლებას აცნობს სიმპტომი რაღაცა პროცესისა. იგივე ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით. თქვენ როგორ ფიქრობთ, თქვათ, აი ეს სოციალური მობილიზება, რომელიც გამოიწვია 13 მაისის ტრაგედიამ, წყალდიდობამ. თქვათ, როგორ უნდა გარდავქმნათ ქვეყნისთვის საკეთილდღეოდ, აი როგორ უნდა მოვახდინოთ წყალდიდობის გარეშე ამ ადამიანების მობილიზება? ძალიან საჭიროებო თემა არის. ჩვენ რომ გქონდეს კარგი სახელმწიფო არის ესეთი სახელმწიფო, სადაც არ გჭირდება აი ესეთი კატაკლიზმური პროცესები იმისათვის რომ დაინახო რომ რაღაცა ვერ გაქვს კარგად. ეს არის სახელმწიფო რასაც მუშაობს. ანუ ადრეული შეტყობინებების სისტემები. ეხლა ჩვენ რახან გვაქვს ახალი სახელმწიფო, ახალგაზრდა შედარებით, და გაუმართავი ეს ადრეული შეტყობინებების სისტემა რაღაც პრობლემებზე ხშირად არ მუშაობს. არ ვამბობ მარტო კატაკლიზმებს, ეხლა კრიზისების ცენტრი, მაგის მერე შეიქმნა ჩვენთან ეს კრიზისების ცენტრი, რომელიც იმედი მაქვს, რომ იმუშავებს, მაგრამ ნებისმიერ პრობლემაზე ნების პატარა, დიდი, ვიღაცა ცუდად არის, ვირუსი ვრცელდება, ადგილზე, როდესაც გვაქვს ადრეული შეტყობინებების სისტემა, მაშინ ლიდერობა ხვდება, რომ აი აქ რაღაც წესრიგში არ არის. ჩვენთან ეს არ მუშაობს კარგად, იმაგებით რომ ბოლოში, ანუ სიმსივნის მეოთხე სტადიაზე რო არის პრობლემა მისული, მე ხვდები უკვე ჩართული არის განგაშის სისტემა და მე ხვდები რაღაც უნდა გამოასწორო. ეხლა ამის გამოსწორება მარტო სისტემურად შეიძლება. იმ გაგებით აქ ბევრი რეფორმა არის გასაკეთებელი, მათ შორის ის რომ თანამდებობებზე უნდა დავტოვოთ ხალხი. ეს ამ ხელისუფლების დროს სხვათა შორის მოხდა, იმ რა ვერ შევადარებ წინასაც რა. მაგრამ კიდევ უფრო შემდეგი ცვლილება რომ მოხდება, ძალიან მნიშვნელოვანია რომ ხა მე თვითონ თავდაცვის სამინისტროში ვარ და ვუყურებ საარჩევნო წელია, როგორი განწყობა არის შიგნით. ესეთი განწყობა არის ამერიკის შეერთებულ შტატებში. მე ხო დიდი ხანი ვცხოვრობდი და ვიცი, საარჩევნო წელი ყველგან არის პრობლემური წელი. იმიტომ რომ ყველა ემზადება და საარჩევნო წლის პირველი წელი. მე მახსოვს ამერიკაში ვიყავი მაშინ ობამა რო აერჩიეს და ერთი წელი ძალიან შენელებული იყო ყველაფერი, იმიტომ რომ ყველა ელოდებოდა რომ აი ახლა მაღალ ყველა გამოიცვლება, ელჩები გამოიცვლება რაღაც. მაქსიმალურად უნდა შევამციროთ ეს რომ ხალხმა ჩვენ უნდა ვიცოდეთ რომ საარჩევნო წლის შემდეგ გამოიცვლება მინისტრი, პოლიტიკური მოადგილე, რომელიც უნდა იყოს ერთი და არა ყველა. დანარჩენი არის საჯარო სამსახური და ის დარჩება ადგილზე. ასეთ ეს იქნება რა, ეს არის ერთ-ერთი საშუალება რომ ადგილზე ყავდეს ხალხი, რომელმაც სისტემა იცის ხუთი თითივით და შესაბამისად ადრეულად რომ მწიფდება პრობლემა ამას ამჩნევს.
ეს არის ევროპულ ერთ-ერთი გზა, რომელიც ახლა ზედაპირულად მაფიქრდება. ვახსენეთ ჩვენ ამერიკა და გამოცდილება ეს არ იქნებოდა ერთადერთი ბუნებრივია, რაც გავლენას მოახდენდა, ხო? პირველ რიგში ვთქვათ, ამ პერიოდის განმავლობაში საინტერესოა ჩვენი ცხოვრება, ეხა შიგნიდან აკვირდებით ყველაფერს, მაშინ უფრო მოშორებით იყავით. აი ამ ხრივ რა იყო საინტერესო, წასვლის მიზეზიც ვთქვათ, როდის წახვედით და გადაწყვეტილება, როცა მიხვდით, რომ უკვე დრო იყო, რომ ისევ საქართველოში დაბრუნებულიყავით. დიახ, მე წავედი 2000, ანუ 2004-დან 2007 წლის დასაწყისამდე მე ვიყავი SAIA-ს თავმჯდომარე. SAIA ესეთი ორგანიზაცია სუპერ დემოკრატიული, იმ გაგებით, რომ სხვა ბევრი არასამთავრობოსგან განსხვავებით არის ნამდვილად დემოკრატიული პროცესი და იცვლება თავმჯდომარეები. მე მქონდა 2 წლიანი ვადა და ვადა ამომეწურა 2006 წლის ბოლოს და მორჩი მუშაობას. მაშინ უბრალოდ მე ისეთ პოზიციაში ვიყავი, რომ ალბათ ვიყავი ყველაზე დიდი თუ არა, ერთ-ერთი ყველაზე დიდი კრიტიკოსი სააკაშვილის მთავრობის და როგორც კეთრომანს ისე მერიდებოდა ყველა. ესეთი ვითარება იყო. ერთ პატარა ჯგუფი, ახაც ჩემთან ერთად არიან, პატარა ჯგუფი მეგობრების მყავდა და რეალურად იყო ესეთი გამოთქმა, მგლის ბილეთი მქონდა მოცემული იმ გაგებით, რომ ჩემი რაღაცა, იმას თავით დავანებოთ მოსმენებს და ეს რა ქვია, მანქანას, რომელიც უკან დამრევდა უკან. ხო, ეს ამას ვიყავი მიჩვეული. მაშინ გადავწყვეტეთ, რომ წავსულიყავით ამერიკაში. თან ჩანდა რომ ბუნებრივია ეს იყო 2007 წლის დასაწყის და ამის მერე სულ უარესად წავიდა საქმე. მოგვიანებითი წლებისგან განსხვავებით, მაშინ ჩვენ ვიყავით ეს იყო რეალურად გირგვლიანი საქმის ხალხი. ძალიან ცოტა ხალხი და ბევრი ადამიანი, რომელიც ჩემი თანამებრძოლად მიმაჩნია, მაგრამ ბევრია 50 და პირობითად რომ ვთქვათ, რომლის ხმა იყო, როგორც ხმა მღაღადებლისა უდაბნოსა შინა. ხელისუფლება იყო სუპერ ძლიერი, სპეციალურად ვამბობ ამ სიტყვას. მოგვიანებით მე უკვე მოხდა 7 ნოემბერი, 26 მაისი, 11-12 წელი და უკვე გაიზარდა ხალხის რაოდენობა, ვინც მიხვდა რაც ხდებოდა სახელმწიფოში. 2000 მე წავედით ჩვენ ამერიკის შეერთებულ შტატებში, მე გამიჩნდა ბავშვი, ანდრო კაკაბაძე. მე ჩავაბარე სადოქტორო პროგრამაში, იმიტომ რომ ვფიქრობდი, რომ რეალურად ძალიან შეშფოთებული ვიყავი აქ ჩვენთან, რაც მოხდა, რომ ამ ხელა ენთუზიაზმიდან, რომლითაც დავიწყეთ ჩვენ 2004 წელი და ვარდების რევოლუცია, უცებ რაღაც ძალიან ცუდი დაგვემართა ჩემი გაგებით. ანუ ხურში გვეუბნებიან, რომ დიდი მადლობა სტუმრობისთვის. კი, ძალიან დიდი მადლობა ასეთი საინტერესო საუბრის. საინტერესო იყო საუბარი და კიდევ უფრო საინტერესო იქნება წაკითხვა, ასე რომ მგონი კიდევ ერთი წიგნი შეემატა იმ წიგნებს, რომელიც დღეს გვერდშია. ალექს შევისვენოთ ცოტა ხნით, დავბრუნდებით რეკლამის შემდეგ. უღრმესი მადლობა დროებით.